ბინებზე ფასი გაიზრდება თუ დაიკლებს რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო. მე ვარ ლევან ლაბარტყავა, უძრავი ქონების ლიცენზირებული ექსპერტი. გლობალური ეკონომიკის პირობებში, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ომია, ეს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზეც აისახება. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზე სწრაფად გაიზარდა ქირის ფასი. ეს გამოიწვია ომში ჩართული ორივე ქვეყნიდან შემოსულმა ნაკადმა. ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად ეს ასე არ მოხდა. ამ ქვეყნის მოქალაქეები საცხოვრებლად საქართველოში არ გადმოდიან. ისინი ეძებენ უსაფრთხო ბაზრებს საკუთარი კაპიტალის გადასატანად. ამან გამოიწვია ბათუმსა და თბილისში საინვესტიციო უძრავ ქონებაზე მოთხოვნის და შესაბამისად ფასების ზრდა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება საომარი მოქმედებები, მით უფრო მეტი ოჯახი გადაწყვეტს საქართველოში თავიანთი დანაზოგის გადმოტანას. რაც საბოლოოდ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ზრდაში აისახება. განსხვავებული სიტუაცია გვაქვს კომერციულ უძრავ ქონებაზე, რაზეც შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ. ამიტომ არ დაგავიწყდეს ლეალტორის გვერდის გამოწერა.